პრემიერის სახლთან დღეს საღამოს აქცია გაიმართა, რომელსაც დაკავებები მოყვა აქციის მონაწილეები. ახლა ეს საქმესთან დაკავშირებით მათივე თქმით მოსამართლეზე მიმდინარე ზეწოლას აპროტესტებდნენ. ყოფილი თავდაცვის მინისტრის სასამართლო პროცესი როგორც ჩანს დამაგვირგვინებელ ფაზაში გადავიდა. ეს ხმაური დაახლოებით 1 საათის წინ პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან იყო. ირაკლი ღარიბაშვილის კორპუსთან ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაპარტიელები მივიდნენ. ისინი მთავრობას სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მდგომარეობა დაიძაბა, როგორც თავად აქციის მონაწილეები ყვებიან, მიზეზი რამდენიმე პროვოკატორი გახდა. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ ახალაიას 7 მომხრე დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი მისი ადვოკატი რომეო საჯაია. დაკავებულები პოლიციამ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. თვითონ პოლიციამ მოიყვანეს რამოდენიმე პროვოკატორი, თავის ხელით მოიყვანეს, მოაცილეს და შემოუშვეს აქციაზე. თუნდაც მამაკაცებს, რომელსაც ქალბატონები უდგანან გვერდში და არ სიამოვნებთ ეს უცენზურო სიტყვები ქალბატონების მიმართ, გამოეპასუხენ რამოდენიმე ადამიანი და წაიყვანეს, დააკავეს მხოლოდ ჩვენი აქციის მონაწილეები. ის ადამიანები ისევ გააცილეს პოლიციამ მეგერ ბატონო იქეთ მიმართულებით. აქციის ჩატარება ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ეგრეთ წოდებულ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოიტანს. ადვოკატები შიშობენ, რომ სასამართლოზე ზეწოლა მიმდინარეობს. 5 ეპიზოდი აქვს წარდგენილი, აგერ 3, 4 და 5 ეპიზოდი აქვს აი ამ მომენტსაც წარდგენილი, ბრალად. ადვოკატები იმ ადამიანების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, რომლებიც ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად და დაზარალებულებად გამოდიან. მონაცემები მათი კრიმინალური საქმიანობის და ჩადენილი დანაშაულებების შესახებ უფლებადამცველებმა ოფიციალური წყაროებიდან მიიღეს. ეს არის რაც განთავისუფლდა 5 ეპიზოდი ეხლაღაც 1 წლის განმავლობაში. და კარი პოლიციის წინააღმდეგობა, რომელსაც აი ვერ ნახავთ სასამართლოს პრაქტიკაში, აი ამ დანაშაულზე, რომ ვინმეს გირაო ქონა გირაო მოეთხოვოს პროკურატურას. ამაზე მოეთხოვა გირაო, არც კი აკავებენ. ხარისხი ჩვენი მტკიცებულების და ბრალდების მტკიცებულების არის ძალიან დიდი განსხვავება. ვინაიდან ბრალდებმა მხოლოდ კრიმინალები მოიყვანა სასამართლოზე. პროკურატურის მოწმეებისთვის წარდგენილი ბრალდებების ჩამონათვალი ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა სასამართლოს უკვე გადასცეს. მონაცემები უფლებადამცველებმა მედიითაც გაავრცელეს. დავით ლეკვთაძე 4ჯერ ყაჩაღობა, ძალადობით და ჯგუფურად, 5ჯერ იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარება, ერთხელ ტრანსპორტის გატაცება, 1 ქურდობა, 2ჯერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა, სულ 13 დანაშაული. მიხელ მანდარია 2ჯერ ყაჩაღობა მკვლელობის მუქარით, ერთხელ თავისუფლების უკანონო დახკვეთა, ერთხელ ქურდობა. ბერდია მესხი 1 ყაჩაღობა, 2ჯერ ქურდობა. მამუკა ბეჭვაია 1 ყაჩაღობა, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. ვალერიან პაპავა ყაჩაღობა. გია გორგაძე 1 ქურდობა, 1 ქურდობის მცდელობა, 2ჯერ ციხიდან გაქცევა. მოწმეების არასანდეობის გარდა ახალაიას ადვოკატები მათ მიერ მიცემული ჩვენებების შეუსაბამობაზეც საუბრობენ. რომეო საჯაია აცხადებს, რომ დავით ლეკვთაძე ცრუობს, როდესაც ბაჩო ახალაიას მხრიდან მიყენებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ლეკვთაძის მტკიცებით, სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ბაჩო ახალაიამ ის სასურველი ჩვენების მიღებისთვის პირადად აწამა. ლეკვთაძე ამბობს, რომ მიგიცემეს ავტომატი სახის არეში, მას ჰქონდა ტუჩი გახეთქილი, სახიზე ჰქონდა ნახეთქი ჭრილობები. მეორე დღეს არის ვიდეო ფირი ჩაწერილი, როცა ჩვენება მიცა გამომძიებას, მას არანაირი სახის დაზიანება არ აქვს. ეს მასალა 2006 წლის 13 იანვარს სპეცოპერაციიდან მეორე დღეს არის გადაღებული. ლეკვთაძე იმ დროს პატიმარი იყო. მაშინ ჩატარებული გამოძიების მიხედვით სწორედ მისი და სხვა მსჯავრდებულების საპყრობილიდან გაქცევაში დასახმარებლად მიდიოდნენ ნავთლუღის ბაზართან სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ეჭვმიტანილები. 2012 წლის შემდეგ საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო, თუმცა სრულიად განსხვავებული ვერსიებითა და განსხვავებული ეჭვმიტანილებით. 2006 წლის
12 იანვარს მომხდარი ფაქტის გამო ზუსტად 8 წლის შემდეგ 2014 წლის 13 იანვარს ბრალდება ამ საქმეზე ბაჩო ახალაიას წარედგინა მას გამოძიება პატიმრების წამებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ამავე საქმეზე ბრალდებულია ძებნილი მეგის ქარდავაც და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაიაც. გამოძიება ვარაუდობს, რომ დათა ახალაიამ ნავთლუღში სპეცოპერაციის ჩატარების დროს ძალას გადაამეტა და ლიკვიდირებული სამი პიროვნება დამნაშავეები არ იყვნენ. მდგომარეობის გამოსასწორებლად კი მისმა ძმამ ბაჩო ახალაიამ სასურველი ჩვენების მიღება ციხეში სცადა. ბრალდების ამ ვერსიას უარყოფს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უფროსის მაშინდელი მოადგილე გოგაონიანი, რომელიც საქმეში დაცვის მოწმედ გამოდის. ამ საპყრობილეს ყავს ცალკე დირექტორი და მის ქვევით არიან კიდე ძალიან ბევრი თანამშრომლები და გარდა მაგის არის სპეციალური დანიშნულების რაზმი, როგორ წარმოგიდგენიათ, რიგით პატიმრებს მივარდეს დეპარტამენტის დირექტორი და მათ დაუწყოს ფიზიკური გასწორება. როდესაც ამ ადამიანების გამოყვანა დაიწყო, ატყდა ეგრეთ წოდებული შუმოკი და სწორედ როგორც კი ეს შუმოკი ატყდა, ბაჩო ახალაიამ ზედმეტი რისკების თავიდან ასაცილებლად და დაძაბულობის განსამუხტავად ჩვენ გვიბრძანა რომ დაგვეტოვებინა დეპარტამენტის ტერიტორია და მან თვითონ დატოვა დეპარტამენტის ტერიტორია. ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში უკვე დასრულებულია. მოსამართლემ გადაწყვეტილება 22 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს, თუმცა მის ობიექტურობაში ახალაიას ადვოკატებს ეჭვიეპარებათ. უფლებდამცველები ამბობენ, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილზე პროკურატურის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სწორედ ბუგიანიშვილმა გამოიტანა დათა ახალაიას მიმართ ერთ-ერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც მოგვიანებით საბერძნეთის სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო. მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ზოგადად სასამართლო პროცესების მიმდინარეობას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი პროცესის დასრულების შემდეგ ანგარიშის გამოქვეყნებას აპირებს. გამოვიდა რაღაც ინფორმაციები, რომ სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა, ხელისუფლებას ექნება მცდელობა აღნიშნულ პროცესზე სასამართლოზე ზეწოლის. ჩვენ და შესაბამისად სასამართლოც დაექვემდებარება ამ ზეწოლას. ჩვენ აუცილებლად ავსახავთ ამას კრიტიკულ ანგარიშში. ბოლო სასამართლოს ხდომა შენობის გარეთ აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციის ორგანიზატორი ირმა ინაშვილი იყო. ბაჩო ახალაიას ადვოკატების მტკიცებით ინაშვილის დაინტერესება ამ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ აქციების ორგანიზებით არ შემოიფარგლება. ადვოკატები ერთ-ერთი მოწმის გოდერძი ჯოლოხავას ვიდეო მასალას ავრცელებენ. ჯოლოხავა ამტკიცებდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის ირმა ინაშვილმა იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან მიიყვანა და სასურველი ინტერვიუს მიცემა აიძულა. იუსტიციის სამინისტროში ის კაბადონ თეატროლოგიანს ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩემზე და აქედან გამომდინარე რა თქვი რასაც ეს დაწერილი მას მაჩვენებდა ის ირმა ინაშვილი. ამ ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ მოწმე ჯოლოხავამ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. პოზიცია ასევე რამდენჯერმე შეცვალა გია გორგაძემაც. ადვოკატები ყვებიან, რომ ბრალდების მოწმე მათთან გამოძიების მსვლელობისას მივიდა და პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით პრესკონფერენციის ჩატარება შესთავაზა. თუმცა პრესკლუბის კიბეებიდან გორგაძე პროკურატურაში ისე წაიყვანეს, რომ მან ჟურნალისტებთან შეხვედრა ვერ მოასწრო. საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ ახალაიას ადვოკატების ოფისში შემთხვევით აღმოჩნდა. მე არ ვიცოდი კიდევ გიმეორებთ ბაჩო ახალაიას ადვოკატი თუ გიორგი ონიანი იყო. სხვა მომაგ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია. გია გორგაძის ძმა იყო ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომლის ლიკვიდაციაც ნავთლუღის ბაზართან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოხდა. მთავარი მოწმე ამ შემთხვევაში კუდის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი შალვა თათუხაშვილი იყო. ჩვენების მიცემიდან მალევე მოწმე გულის შეტევით გარდაიცვალა. მანამდე ის 3 კვირის განმავლობაში უგზო-უკლოდ იყო დაკარგული. ოჯახის წევრები და ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მას ჩვენება ზეწოლის და ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მიაცემინეს. თათუხაშვილის ადვოკატი გარდაცვლილის სხეულზე არსებულ დაზიანებებზეც საუბრობდა. საგამოძიებო უწყებაში ეს ბრალდება უარყვეს. ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიმდინარე ამ პროცესში გაერთიანებული კიდევ ერთი ეპიზოდი სანდრო გირგულიანის საქმეზე დაკავებულებისათვის ციხეში პირობების შექმნას ეხება. თუმცა ამ საქმეზე ერთადერთი მოწმის ნიკოლოს ტაბაღუას სასამართლოს